რა უნდა გავაკეთოთ, როდესაც სისხლის გლუკოზის დონე დაბალია? ყველას, ვისაც დიაბეტი ტიპი 1 აქვს, შესაძლოა პერიოდულად აღენიშნოს სისხლის გლუკოზის დაბალი დონე. თუ თქვენ ყავთ დიაბეტი ტიპი 1-ის მქონე მოსწავლე, აუცილებელია იცოდეთ, როგორ ამოიცნოთ სისხლის შაქრის დაბალი დონე და რა უნდა გააკეთოთ ასეთ სიტუაციაში. სისხლის გლუკოზის დაბალ დონეს ჰიპოგლიკემია ეწოდება. ჰიპოგლიკემიის დროს სისხლის შაქრის დონე 4 მმ/ლიტრზე ნაკლებია. დაიმახსოვრეთ, ინსულინი და ფიზიკური აქტივობა ამცირებს სისხლის შაქრის დონეს, ხოლო საკვებში არსებული ნახშირწყლების ზრდის სისხლში გლუკოზის დონეს. სისხლის გლუკოზის დონე შეიძლება დაეცეს, როცა მოსწავლეს მიღებული აქვს ინსულინი, მაგრამ საკმარისი საკვები არ მიუღია. ჰიპოგლიკემიისთვის დამახასიათებელი ძირითადი სიმპტომებია კანკალიან ოფლიანობა, ფერმკრთალი კანი, შიმშილის გრძნობა, სისუსტე უმატობა, დაღლილობა, თავის ტკივილი, მხედველობის დაბინძურება, თაობის სხევა, დაბნეულობა, უცნაური ქცევა. თუ ფიქრობთ, რომ მოსწავლეს აქვს ჰიპოგლიკემია, იმოქმედეთ სწრაფად. მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლე არ დატოვოთ მარტო, რადგან შესაძლოა ისეთ მოსწავლეებსაც დასჭირდეთ დახმარება, რომლებიც დამოუკიდებლად უვლიან თავს. ჰიპოგლიკემიის დროს არ არის რეკომენდირებული მოძრაობა. ფიზიკური დატვირთვა კიდევ უფრო მეტად შეამცირებს სისხლის შაქარს. გაზომეთ გლუკოზა. თუ გლუკოზის დონე ნაკლებია 4 მმ/ლიტრზე ან თუ არ გაქვთ საზომი მოწყობილობა, მაგრამ ფიქრობთ, რომ გლუკოზის დონე დაბალია, მიეცით მოსწავლეს ტკბილეული. ჟელიბონი ან ტკბილი წვენი. 10-15 წუთის შემდეგ ისევ გაზომეთ სისხლის გლუკოზის დონე, არა უმეტესს 3-ჯერ და გაიმეორეთ ზემოთ ნახსენები პროცედურები. თუ მოსწავლის სისხლის გლუკოზის დონე ისევ 4 მმ/ლიტრზე ნაკლები იქნება. თუ მოსწავლეს ყვება უწევს 1 საათის შემდეგ, მაშინ მას მანამდე დაჭირდება წახემსება. შემოწმეთ მოსწავლის მოვლის გეგმა დამატებითი დეტალებისთვის. როცა მოსწავლის სისხლის შაქრის დონე ძალიან ეცემა, შეიძლება განვითარდეს გონების კარგვა და კრუნჩხვა. ასეთ შემთხვევაში არ მისცეთ საკვები, მიყევით გადაუდებელი დახმარების პროტოკოლს. ცოდნათ, როგორ ამოვიცნოთ სისხლის გლუკოზის დაბალი დონე და რა ღონისძიებებს მიმართოთ ამ დროს, ხელს შეუწყობს მოსწავლის უსაფრთხოებას სკოლაში. ნახეთ შემდეგი ვიდეო, რათა შეიტყოთ მეტი თუ როგორ იზრუნოთ მოსწავლეებზე, რომლებსაც სისხლის გლუკოზის დონე დაბალი აქვს.